სხვა სიმპტომის ერთდროული მკურნალი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ვინც ახლა შემოგვიერთდით, ეთერშია გადაცემა მწვანე ზონა, მე კი გადაცემის წამყვანი სოფიო ძიგუა ვარ. გადაცემის მეორე ბლოკში ჩვენ ვისაუბრებთ ყველასთვის მნიშვნელოვან პრობლემაზე, საცობები და უკიდურესად გადატვირთული საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისის ყოველდღიურობის განუყოფელ უმწვავეს პრობლემად იქცა, რომელიც სხვა ყოველივესთან ერთად უკიდურესად ამძიმებს ჰაერის დაბინძურების მხრივ არსებულ ისედაც მძიმე სიტუაციას და უკვე წლებია ჩვენ ვიცით, რომ ავტოტრანსპორტი გარემოს მთავარი დამაბინძურებელია, საცობები კი ამას კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართული ფუნქციონირება კი ამ ყოველივეს კი არა და ყველაფრის მთავარ გამოსავლად გვევლინებოდა, თუმცა სამწუხაროდ რეალობა სხვანაირი აღმოჩნდა. სულ ახლახანს საცობის გამო ადამიანის სიცოცხლეც კი შეეწირა ხანძარს, რომელიც პიკის საათის დროს მოხდა და კატასტროფული საცობის გამო მეხანძრეებმა დროულად მოსვლა ვერ მოახერხეს ამ ადგილზე, ისევ ხშირი ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი და სხვა უამრავი პრობლემა უკავშირდება ამ ყველაფერს, იმ ყველაფერს, რომელსაც ჩვენ ხშირად უწოდებთ სატრანსპორტო პოლიტიკას, რომლის ნაწილია ჩვენი ყოველდღიური საცობებში ყოფნა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვერ მოხვედრა ან ჭყლეტოში მოყოლა და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა დაკავშირებულია სამწუხაროდ იმ ჰაერის ხარისხთან, რომელსაც ჩვენ ყოველდღე ვსუნთქავთ და რომელიც მთავარ მკვლელად გვევლინება ჩვენს ქვეყანაში და ათასობით ადამიანის ნაადრევი დაღუპვის მიზეზია ყოველწლიურად. ჩვენი სტუმარია დავით მესხიშვილი, ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე. სანამ საცობებზე ვისაუბრებდეთ, მე მინდა ერთი კარგი ამბავი ვათქმევ ჩვენ სტუმარს, კარგი ამბავი, იმიტომ რომ ეს პირდაპირ დაკავშირებულია ჩვენს თემასთან და ეს უკავშირდება ჰაერის ხარისხს, რომელიც და ძალიან გვიხაროდა მე მახსოვს გარემოს დამცველებს და არა მხოლოდ გარემოს დამცველებს, რომ თუ იქნებოდა ტექ ინსპექტირება, ასე ვთქვათ, იქნებოდა გამართული ტრანსპორტი, ჰაერის ხარისხიც იქნებოდა უკეთესი, თუმცა სინამდვილეში არ ვიცით რა გაუმჯობესდა, როგორ გაუმჯობესდა და გაუმჯობესდა თუ არა საერთოდ, აი დათო რომ მოგვიყვეთ იმ ახალ ამბავზე, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ გახდა თქვენთვისაც ცნობილი და რა კავშირშია ეს მოკლედ იმ ამბავთან, რაზეც ჩვენ უნდა ვისაუბროთ. კი, მე გეთანხმებ, მოგესალმებით, მე გეთანხმებით შესავალ ნაწილში, რომ ტექ ინსპექტირება არის ის საკითხი, ანუ ის თემა, რომელმაც უნდა მოაგვაროს დიდწილად, როგორც საგზაო საფრთხეების საკითხები, ასევე ეკოლოგიური საფრთხეების სტანდარტები უნდა აამაღლოს. როდესაც რეფორმა იწყებოდა 2017 წელს, ეკონომიკის სამინისტრო დაპირდა მაშინ საზოგადოებას, რომ პირველ რიგში ტექ ინსპექტირება იქნებოდა გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი, იმისთვის რომ ავტომობილების ინსპექტირება ყველგან ჩატარებულიყო და ამიტომ არსებობდა და შემოიღეს ეგრეთ წოდებული მოძრავი ხაზები, ინსპექტირების მოძრავი ხაზები, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ხაზები უნდა მოძრაობდეს. და რეკომენდაცია შესაბამისი გაიცა. ეს ინსპექტირების ხაზები დღეს აღარ ასრულებს თავის დანიშნულებას, იმ მხრივ რომ ისინი არ ემსახურებიან მთიან მუნიციპალიტეტებს. ხო, აღარ არის გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი და მე თავად ინსპექტირების სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის კომპანია Greenway, რომელმაც წააგო დღეს სასამართლო პროცესი ჩემთან ზუსტად აი ამ საკითხზე. თავად კომპანიის წარმომადგენლები, ასე ვთქვათ, წუწუნებენ იმაზე, რომ მიმართვიანობა არის დაბალი. მიმართვიანობა დაბალი არის იმიტომ, რომ უამრავი მუნიციპალიტეტი, 15-ზე მეტი მუნიციპალიტეტი თვითონ Greenway-მ დატოვა ინსპექტირების პროცესის გარეშე და ამ რაიონის მძღოლები ჯარიმდებიან. ჯარიმდებიან, იმიტომ რომ იქ არ არის ადგილზე ინსპექტირების ცენტრები წარმოდგენილი, სტაციონარული, რაც შეეხება მოძრავ ხაზს, რომელიც იქ უნდა დადიოდეს, ასე ვთქვათ, ხო? ის მოძრავი ხაზი ერთი დგას ბათუმში, ერთი დგას ახალციხეში და დაკავებულია იმით, რომ მოქმედ ინსპექტირების ცენტრებს წაართვას კლიენტი. ამიტომ ეს მარკეტინგული ან რა ნაწილში მოვგეთ მარტივად რომ ვთქვათ, იმ ნაწილში, რომ როდესაც მე ამას ამბობდი, კომპანია Greenway ამბობდა, რომ ეს ცილისწამება არ შეესაბამებოდა სიმართლეს, მაგრამ დღეს სასამართლომ საბოლოოდ დაადასტურა, ეს არის სიმართლე, რომ კომპანია ჩემი, ასე ვთქვათ, გადმოსახედიდან, რასაც მე ვამბობდი, კვლევა, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ, ისიც ამბობდა, ეს არის არაკეთილსინდისიერი ქმედება კომპანიის მხრიდან, უფრო მეტიც აი სამოქალაქო პასუხისმგებლობის არ ქონის შედეგია. გარდა ვალდებულების არ შესრულების. ხო, აქ ხო ევროდირექტივაც არის, ხო? აქ არის ეკოლოგიური საკითხები, აქ არის საგზაო საფრთხეების საკითხები, ხა ხულოდან რომ ამ ხელაგზაზე ბათუმში ჩაიყვან, წამოიყვან, ეს ხო საგზაო საფრთხეებისთვისაც არ არის კარგი, ხო? პლუს აჯარიმებ გზაში. პლუს ჯარიმდება გზაში, ხო? და მე მოუწოდებ ეკონომიკის სამინისტროს, რომ უფრო მეტად დაინტერესდეს ამ საკითხით და შესრულდეს ის დაპირება, რომელიც გაიცა 2017 წელს. კი ბატონო, ეფექტიანობაზე მეც კითხავ, მანამდე ყველაზე მთავარი პრობლემა დღეს ჩვენს ქალაქში, რაზეც ყველა საუბრობს, ყველგან ეს არის საცობი. მე მინდა კითხოთ თქვენ, როგორც ამ სფეროში კარგად გარკვეულ ადამიანს და სპეციალისტს, რატომ ვერ მოგვარდა ეს პრობლემა, რომელიც ამდენი წელია თბილისს ტანჯავს და არა მხოლოდ თბილისს, უკვე ბათუმში და სხვა დიდ ქალაქებში შეიმჩნევა ეს პრობლემა. თქვენ სწორად თქვით, რომ სხვა ქალაქებში
ქალაქებში შეიმჩნევა და სხვა ქალაქებშიც შესაძლოა უარესი შედეგი მივიღოთ. ჩემი აზრით ეს არის 30 წლიანი პირველ რიგში რისი ბრალიც არის 30 წლიანი ესეთ ქაოტური განაშენიანების შედეგი, რასაც ჩვენ თბილისის უბნებში დღესაც ჩვეულებრივ ხედავთ, როგორც მიკროუბნების დონეზეც, ხო, აი მაგალითად იგივე ზემო ვერა, ზემო ვაკე, სპორტის სასახლის მიმდებარედ და სხვადასხვა უბნებში ვხედავთ, ხო, ამას, იმიტომ რომ შესაძ 3 და 4 მეტრის სიგანის გზაზე ორმხრივად ჩნდება 15-16 სართულიანი კორპუსები, ისე რომ ამ კორპუსებში არ არის გამოყოფილი, ასე ვთქვათ, პარკირების ადგილებიც. და კიდევ უარესი პრობლემა არის ის, რომ მშენებლობა სრულდება და ფორმალურად პარკირების ადგილები კი არის იქ მითითებული, მაგრამ შემდეგ ის სივრცეები ათვისებულია სხვა მიზნებით. და ეს ავტომობილები გამოდის ქუჩაში, ანუ პირველი რაც უნდა ვთქვათ, ეს არის ქაოტური განაშენიანება, ოღონდ 30 წლიანი, ხო, ეს არ არის დაუშვათ შარშან რაღაც მოხდა და ამის ბრალი, ხო? რა თქმა უნდა, ემატება ავტომობილებით შესაბამისად ჩვენი ინფრასტრუქტურას არ ახასიათებს ისედაც დიდი გამტარუნარიანობა, მაგრამ უფრო მთავარი და ზოგადად რა შევხედოთ, ხო, ეს იყო მოსალოდნელი, მე არ მიკვრის და გაოცებული ამით არ ვარ. პირდაპირ მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ეს იყო მოსალოდნელი, ვინაიდან დედაქალაქი გახდა ყველაფრის ცენტრი და ჩვენ რეალურად ეხლა ამ შემთხვევაში უგულებელყოფთ საერთაშორისო გამოცდილებას დიდი ქალაქების. სადაც მაგალითად სახელმწიფო დაწესებულებების, მაგალითად მიზიდვის კერები, რაც არის სავაჭრო ცენტრები და ამ შემდეგ გადის ქალაქის ცენტრიდან გარეთ გადადის, ან განზიდვა ხდება ქალაქის ცენტრის და ქალაქის ცენტრი როგორც წესი არის ხოლმე საქვეითო, უფრო ტურისტული დანიშნულების, ხო, აი ევროპულ ქალაქებში ვისაც რა აქ მაინც ყველაფერი ცენტრში შენდება, მშენებლობაც ცენტრში მიმდინარეობს, ასევე სახელმწიფო დაწესებულებებიც ყველა ცენტრში არის თავმოყრილი, ისე რომ ესე იგი ვერ მიდიხართ, ანუ მთავარი არის უკვე აქ ჩვენ მივედით ისეთ პრობლემებზე, რომელსაც თბილისის მერია ვერ გადაწყვეტს და გადასაწყვეტია უკვე საქართველოს მთავრობის, იმიტომ რომ არაერთ ღონისძიებას მოიცავს. ანუ უნდა შემცირდეს გარკვეულწილად მობილობა, მაგრამ მობილობას ხელოვნურად ვერ შეამცირებ, უნდა შეამციროს რაღაცა ღონისძიებებმა, ხო? აი მე მაგალითად პოლონეთში, სადაც კვლევას ვატარებდი, სილეზიის ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, იქ მუშაობდით ისეთ პროფესიებზე, რომლთათვისაც არ იქნებოდა საჭირო დაუშვათ ყოველ წამს გამოსვლა გარეთ, გადაადგილება სამსახურში მისვლა, რის კეთებაც შეიძლება ონლაინაც და არ იქნებოდა ეს დამატებით სიარული საჭიროება. მუშაობდით იმაზე, რომ მაგალითად იგივე ბანკებს, დღეს საქართველოს ბანკებს, აი მარტივი მაგალითი რო ვთქვა და ეს ბანკის მაგალითის ხვებზეც გამოდგება, ხო? ნებისმიერ რამეზე გეუბნებიან მოდი. მეც ერთხელ მივედი, რაღაცა მკითხეს, ერთი შეკითხვა დამისვეს და გამომიშვეს უკან. თუ სასამართლოში შეიძლება ჩართვა, მოწმის დაკითხვა, რატო არ შეიძლება რაღაცები გადავიდეს თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ხო? თუმცა კულტურის ამბავიც არის, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად გვინახავს ადამიანები, რომლებიც მაღაზიაშიც იქვე ჩადიან თავის ბევრი რამეა ერთად. ნამდვილად, ბევრი რამე არის აქ ერთად, ბევრი. და სწორედ ვცდილობთ ჩვენ რომ ყოველთვის დავაფიქროთ ასეთი ადამიანები, მათ შორის რა თქმა უნდა პირველ რიგში ეს ზემოდან მოდის და პოლიტიკის შედეგია რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ნაკლებად გამოიყენა ავტოტრანსპორტი და ვეუბნებით ადამიანებს რომ გადაჯნეს საზოგადოებრივ ტრანსპორტში. აქ კიდე ცალკე პრობლემაა, მანამდე მე მინდა თქვენ გვითხრათ ზოგადად საცობები გარემოს დაცვითი თვალსაზრისით რომ განვიხილოთ, რატომ არის უფრო მავნე ვიდრე ჩვეულებრივი გამონაბოლქვი გადაადგილების დროს. კი, რა თქმა უნდა, მავნე არის, რაც არ უნდა ესე ვთქვათ, კაცრი ტექინსპექტირება ჩატარდეს, რაც არ უნდა სატრანსპორტო საშუალება, რაც არ უნდა გამართული იყოს, ერთად კონცენტრირება თავმოყრა, ასე ვთქვათ, ტრანსპორტის ყოველთვის იწვევს ჰაერის უფრო მეტი წილით დაბინძურებას, განსაკუთრებით რისკი შემცველი არის ეს ბავშვებისთვის, იმიტომ რომ ეს მავნებითიერებები კონცენტრირდება 1 მეტრის სიმაღლეზე ძირითადად და ბავშვები სუნთქავენ. მით უმეტეს ჩვენ ვიცით, რომ ეს ავტომობილები ყველა ტექნიკურად გამართული არც არის, ხო? სხვათა შორის ოდნავ უკეთესობა იგრძნობა, ისეთ ვიზუალურად რო შევხედავთ, ხო, სიტუაციას. არც საწვავის ხარისხი შეიძლება იყოს. კი, საწვავის ხარისხიც მნიშვნელოვანია, ტექნიკური გამართულობა მნიშვნელოვანია, ტექინსპექტირება მნიშვნელოვანია, გზებზე კანონის ახსოვნება უამრავი რამ არის მნიშვნელოვანი, მაგრამ როდესაც უამრავი ავტომობილი ერთად არის კონცენტრირებული, რა თქმა უნდა, ეს წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას ჯანმრთელობისთვის და პირველ რიგში მე ვიტყოდი, რომ ჯანმრთელობისთვის, რა თქმა უნდა, იქ ასევე არის ეკონომიკური, ასე ვთქვათ, ხარჯი უკვე, რომელიც უკავშირდება ისე რომ სასწრაფო დახმარების თუ საგანგებო სამსახურების ტრანსპორტიც ვეღარ გადაადგილდება და დროულად ვეღარ მიდის დასახმარებლად. ეს ყველაფერი ერთად, ხო? ანუ საცობი არ არის უბრალოდ ის, რომ ჩვენ გავართ. და ამიტომ ის რაც ბძანეთ, ხო? რა თქმა უნდა.
ჩვენ თუ მიზეზებს ჩამოვთვლით, აი ერთი რაც თქვით ეს урბანული მოწყობა, ის რომ ეს ყველა დაწესებულება ერთ იმაშია სივრცეში რეალურად, ის რომ ყველა ერთ დროს ვიღვიძებთ, ყველა ერთ დროს მივდივართ, ყველა ერთ დროს მოვდივართ, ხო, ამის რაღაცნაირად ამის გადანაწილება უნდა მოხდეს, ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დაუშვათ ბანკები, სკოლები, ხო, აი ეს რაღაცები უნდა გადანაწილდეს, ეს ცნობილია, რაღაც პროფესიები აღარ უნდა იყოს სავალდებულოდ ადგილზე მისასვლელად, ამას აქვს სხვა მინუსები, თუმცა ნუ აი კრიზისის დროს, ხო? ხო, პლუს აქვს ეს მინუსი, რომ ჰიპოდინამიკაც ჯანდაცვის ერთ-ერთი პრობლემა არის, ხო? ნაკლები მოძრაობა, ნაკლები გადაადგილება, არ გამოსვლა, არ წასვლა. თუმცა სხვა ალტერნატიულ წყაროებზე შეგვიძლია ვიფიქროთ, ხო? მაინც მანქანით გადაადგილებაზე არის. ხო, რაც შეეხება ავტომობილს, ჩვენი პრობლემაც ერთ-ერთი ის არის, რომ 500 ერთ-ერთი, მოდით ვთქვათ, იმიტომ შეიძლება რაღაც გამომედაოს, რომ მე აგერ ვერ მივდივარ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ადგილი არ არის. ერთ-ერთი პრობლემა არის ასევე მაღალი მაჩვენებელი ავტომობილის გამოყენების და ეგრეთ წოდებული მოტორიზაციის კოეფიციენტი არსებობს კიდე ესეთ მიკროუბნებში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიწოდება, ხო, ანუ პრობლემა რა არის კიდე, არის უკვე ისეთი უბნები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიწოდება ვერ ხერხდება გზის გამო და იქ ყველა უკვე შეიარაღებულია თავის კერძო ავტომობილით, ხო? ანუ ეს ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებულია. კი, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია და აი სწორედ ეს კითხვა მიდიოდა ამის თქვენთვის, აი საკმარის საზოგადოებრივ ტრანსპორტს შეიძლებოდა თუ არა საცობების პრობლემა მოეგვარებინა, ან მხოლოდ რაოდენობრივ დანაკლისში გვაქვს თუ მაგალითად არა სწორ გეგმაში, ასე ვთქვათ, სატრანსპორტო გეგმაში. მე მხარს უჭერ იმას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ანუ ავტობუსები, მოდით ასე ვთქვათ, ეხლა ამ კონკრეტულ შემთხვევაში განთავისუფლდეს საცობიდან. დღეს ავტობუსები დგანან საცობში და ჩვენ მასმენელმაც რო კარგად გაიგოს, დაუშვათ 1000 ავტობუსის მაგალითად რო იყოს 2000 ავტობუსი, რეალურად არაფერი არ შეიცვლებოდა. ავტობუსი თუ საცობში დგას, აზრი არ აქვს რამდენი ავტობუსია, ხო, თუ ის ვერ მიდის მოთხოვნის ადგილზე, სადაც მგზავრები უკვე საკმარისი რაოდენობით არის, რომ ესე უნდა გადაადგილდნენ, ხო, ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე. ეს უკვე არის პრობლემა, ხო? ის რომ ამ შემთხვევაში პრობლემა არის ის რომ ვინმეს მოუწოდო რომ გადაადგილოს ამის მოგვარების გზა. რა თქმა უნდა, თუ ის შეიკრება დერეფნები ბოლომდე, რაზეც არის საუბარი, დერეფნები უნდა შეიკრას ბოლომდე და საზოგადოებრივ ტრანსპორტმა იმოძრავოს თავისუფლად, თუმცა აქ ჩვენ ხედავთ პრობლემას, რომ ესე იგი სხვა ვიღაცებიც მოძრაობენ მარტივად რო ვთქვათ. ნარუშილოვკიანი, ესე ვთქვათ, ავტომობილებით არის გატენილი, მე უბრალოდ მინდა ამ ხალხს მოუწოდო, ვინც ამ და ალბათ გვისმენენ კიდევაც ახლა ავტომობილებში, რომ ვინც ამ ავტობუსის ზოლით სარგებლობს, ის ართმევს, ასე ვთქვათ, უფლებებს და აი პრაქტიკულად საკუთრებას. ეს არის ხალხის საკუთრება რა, ესე შეხედოთ. რომ ეს არის ხალხის საკუთრება, ჩვენ გვეკუთვნის ყველას, ვინც საზოგადოებრივ ტრანსპორტით სარგებლობთ და გვართმევს უკანონო სივრცე, ანუ სამართალდამცავი ჩვენ თვალწინ არის სამართალდამღები, ხო? იმას რომ თავი დავანებოთ, რომ ეს არის ცუდი მაგალითის მიმცემი, უდიდეს ზიანს აყენებს რეფორმას და ჩვენ უკვე გქონდა არაერთი შემთხვევა, როდესაც ასეთმა ავტომობილმა დააზიანა ქვეითი, ხო? შეჯახების შემთხვევით, რომ ქვეითი არ ელის რაღაც ეგეთ კონკრეტულ შემთხვევებში, რომ უცბად გამოვარდება მსუბუქი ავტომობილი. ამიტომ ბევრი პრობლემა გამოიწვია ამ და პატივი ეცით მეგობრებო, რეფორმას კი არა მარტო ეცით იმ ადამიანებს, ვინც სარგებლობს ამ გზებით. არ შეიძლება ეგეთი მათი ოჯახის წევრები, ან ნათესავები, ან მეგობრებიც ხო არიან იმ ავტობუსებში, არა? ესე იგი, პატივი უნდა სცეთ იმ ადამიანებს. აი ეს მოხელეების გარდა რამდენად დაამძიმა მაგალითად ვითარება თუნდაც იმან რომ ბასლაინებზე გარკვეული კატეგორიის ტაქსებისთვის გახდა ხომ მიეცათ უფლება ეს რამდენად პრობლემური არის თქვენ როგორ ფიქრობთ და მე მინდა გითხოთ აი ევროპას რო შევადროთ რამდენად აპრობირებულია მსგავსი მეთოდები და იქ თუ მოძრაობენ ეგრეთ წოდებული შკოდებით მანქანები ბასლაინებზე არა ის გამოიყენება საერთაშორისო გამოცდილებით გამოიყენება ავტობუსის გარდა, რა თქმა უნდა, გამოიყენება საგანგებო სამსახურებისთვის, ან რაღაც ოპერაცია, სპეცოპერაცია თუ მიმდინარეობს, ან რაღაც ასე შემდეგ და ანუ გადაუდებელ სიტუაციაში გამოიყენება, კი, არის ესეთ დაშვება ტაქსებისთვისაც. არაერთ ქალაქში გვინახავს, ამიტომ ეს ტაქსების დაშვებაში იმდენად იმას ვერ უყურებ ხარ საოცრებას, ნამდვილად. მით უმეტეს იცით რა არის ახლა ეს ტაქსიც რო საცობში დგას უკვე გახუთმაგებულია ფასი. და როდესაც ასე ვთქვათ ამ ზოლით სარგებლობს დიდი ხანი საცობში არ არის და ამიტომ შეიძლება უფრო იაფი იღირდეს მომხმარებლის, ანუ იქ ბევრი ფაქტორი არის. თუმცა კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ ყველაფერი ერთმანეთთან არის ჯაჭურად გადაბმული, ერთი რომ უნდა შეიკრას თავისუფალი ზონა, ანუ ეს დერეფნები, ეს ავტობუსზე
ზოლები თავიდან ბოლომდე ქალაქში და დასრულდეს. ავტობუსების რაოდენობა უნდა გაიზარდოს და ვხედავთ რომ იზრდება, მაგრამ ამ ავტობუსების გამოშვებას ახლა ამ საცობებში აზრი საერთოდ არ აქვს. ამიტომ უნდა გამოვიდეს შემდეგ უკვე ეს გაზრდილი რაოდენობა ავტობუსების და რა თქმა უნდა განთავისუფლდეს აი ავტომობილებით, რომელიც ესე ვთქვათ, პირდაპირ კანონდამრღვევებით, ხო? ამბობენ ხოლმე რომ სამართალდამცავების არ სამართალდამცავების არ გეძლობენ ამითი. ასევე ძალიან სამწუხაროა ჩემთვის და ფიქრობდით რომ მიგვემართა ბევრი დიპლომატიური და საელჩოს ავტომობილების ხილვა. ხო, ანუ ეხლა როგორ გამოდის ეხლა ეს, ხო? ანუ ჩვენ პირიქით ვცდილობთ მივბაძოთ ამ ევროკავშირის ქვეყნებს და მათ საელჩოები ამას არ უნდა აკეთებდეს. საელჩოს ავტომობილები ეს ძალიან უხერხული, არასასიამოვნო მომენტია და იმედი გვაქვს რომ ეს მხოლოდ რაღაც 1-2 შემთხვევა ასეთი, მაგრამ ბევრი დავინახეთ უკვე ასეთი, ამიტომ ამაზე ვფიქრობ. კი ბატონო, აი როგორც თქვენ ახსენეთ, ძალიან ბევრი და კომპლექსურია ეს პრობლემები, რაც იწვევს და ეს შედეგი რის გამოც დგება მათ შორის, ხშირად ამბობენ მაგალითად იმას, რომ 100,000-ობით რუსეთის მოქალაქის შემოსულმაც შეიძლება დამატებით კიდე შექმნა მსგავსი შემთხვევა, ანუ უამრავი ვერსია არსებობს. ბევრი რამე დაემთხვა ეხლა. კი ბატონო, და ბევრი რამე დაემთხვა. ამის შედეგი რასაც ვიმკით და აი თქვენ უკვე ახსენეთ მაგალითად მშენებლობების საკითხი, რომელიც მართლაც ურთულესია და მე მინდა გკითხოთ ასეთ ბოლოსკენ მივდივარ და მინდა დააპრიორიტეტოთ, ასე ვთქვათ, რომელიც აი პრობლემის მოგვარების მნიშვნელოვანი და აუცილებლად განსახორციელებელი გზები ამწუთას თქვენ როგორც სპეციალისტ რა უნდა მოხდეს რომ უფრო მეტად განიტვირთოს ეს ქალაქი არ ვიყოთ ასეთი დღეში ყველანი იმიტომ რომ გარდა ჯანმრთელობის პრობლემის რომელსაც შეიძლება დღეს ვერ ვხედავთ ჩვენ ფიზიკურად ვღებულობთ ადამიანების სტრესაც ამ წუთში ამ მომენტში როდესაც ვხვდებით ასეთ მდგომარეობაში ისინი ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობთ და ნუ ეხლა ვინც მანქანაში ზის საათობით მართლა არსია მომწალბოთ მე ვფიქრობ რომ ეს საკითხი უკვე დგას მარტო ავტობუსის ზოლებით ვერ მოგვარდება ეს საკითხი დგას საქართველოს თავრობის დონეზე გადასაწყვეტ ღონისძიებებში უკვე ერთი რომ უნდა მოხდეს ქალაქის განზიდვა როგორც თქვით ანუ ეს სახელმწიფო დაწესებულებები უნდა გავიდნენ ქალაქის ცენტრიდან უნდა გავიდეს ისეთი დაწესებულებებიც რომელიც სადაც ესე ვთქვათ მიზიდვის კერა არის ძალიან ისეთი ხო ინტენსიური ეს დაწესებულებები უნდა გავიდნენ ქალაქის ცენტრიდან ამაში მეორე აზრი არ არსებობს თუ გინდა რომ ამერაერად შევავწეროთ ქალაქის ცენტრში მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს მშენებლობაზე ჩემი აზრით რა თქმა უნდა და ამავე დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტი რაოდენობას კი ვხედავთ რომ იმატებს ისე გაზრდილია მაგრამ ნუ აზრი არ აქვს ხო რა თქმა უნდა და შეიკრას შესაბამისი ინფრასტრუქტურა ეს არის ყველაზე სწრაფი ღონისძიებები და ამავე დროს თავრობამ უნდა იზრუნოს იმაზე რომ საათები ხო რაღაც სამსახურის დაწყების სკოლის დაწყების ხო შეიძლება ამის ასე ვთქვათ გადანაწილება შეიძლება ამისი სხვადასხვა დროს დაიწყოს რაღაცეები ხო რომ ერთ დროს არ ხვდებოდეთ ხა ძალიან მარტივია უცბად გავახსენოთ მაყურებელს როცა აღდგომა არის ზესტაფონში ახალმე საცობი იმიტომ რომ ყველა იქ ვიჭედებით ვინც დასავლეთისკენ მივდივართ და აქ არის თავისუფლება ახლა ახალ წელს მოგვიწევს ასე ახალ წელს კიდე პირიქით აქ არის ხოლმე ხო ესე აი რატომ იმიტომ რომ არ უნდა ხვდებოდეთ ყველანი ერთ დროს ერთ ადგილზე კი ბატონო, გასაგებია. უღრმესი მადლობა ჩვენს ფანელებს ემაყურებლებს შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი. მადლობა ჩვენ სამშაბათს კიდევ შევხვდებით ერთმანეთს სხვა თემებით. მადლობა რომ გვისმენთ და გვიყურეთ.